ამ ვიდეოში შევეხები ყველასთვის თუ არა ბევრისთვის საკმაოდ რთულ თემას ტრიგონომეტრიას. ტრიგონომეტრიის ცხადია, ტრიგონომეტრიას მთლიანად ვერ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან რაღაცაზე მინდა ვისაუბრო და მინდა გაჩვენოთ, რომ საკმაოდ მარტივად შეიძლება ტრიგონომეტრიის გააზრება. ვისაუბროთ სინუსზე, კოსინუსზე, ტანგენსზე და შესაბამისად კოტანგენსზეც და ვნახავთ, რომ მათი მნიშვნელობები საკმაოდ მარტივად მიიღება. ხშირად ჩვენ გვიჭირს ხოლმე ტრიგონომეტრიული გამოსახულებების მნიშვნელობების დამახსოვრება სინუსის, კონკრეტულ გრადუსებზე, ხო, 30-ზე, 0-ზე, 60-ზე, 90-ზე და ასე შემდეგ. 45-ზე, ხო, იმ მნიშვნელობების დამახსოვრება, რომელიც ჩვენ გვჭირდება ხოლმე, ხო? ნუ რადიანებში, π2-ზე, π3-ზე და ასე შემდეგ. და მე რაცა კონკრეტულ შემთხვევაში, როცა მაგალითად გამოცდაზე გვიწევს გახსენება, თქვათ სინუს 30 გრადუსის, ეს შეიძლება რაღაცა კონკრეტულ სტრესულ მომენტში თავიდან ამოგვივარდეს და ნუ ყველა რაღაც მეთოდს ვარჩევთ ხოლმე მის დასამახსოვრებლად და თუ ეს მეთოდი არ გვაქვს ძალიან რთულია ასე დამახსოვრება, ზოგადად როცა რაღაცები ერთმანეთს გავს, უფრო დიდია ხოლმე შანსი იმის, რომ აგვიროს ერთმანეთში, მაგალითად სინუსი 30 გრადუსზე და კოსინუსი 60 გრადუსზე ერთ და იგივე რაღაც არის, ხო? ანუ ერთ და იგივე მნიშვნელობა არის მათი. ამიტომ ესენი შეიძლება აგვიროს ხოლმე, შეიძლება ვიფიქროთ, აი რომელი იყო მაგალითად 1/2, ხო? ან ფესვი 3/2 და ასე შემდეგ. ამ ვიდეოში გასწავლით არა მარტო უბრალოდ ამ მნიშვნელობის დამახსოვრების კარგ მეთოდს, გასწავლით ძალიან მარტივად ტრიგონომეტრიას. ანუ სინუსი, კოსინუსი რა არის საერთოდ, როგორ ვიღებთ მათ მნიშვნელობებს და ასე შემდეგ, მათი პერიოდულობა რაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვსწავლობთ, რომ სინუსი მაგალითად პერიოდული ფუნქციაა, ხო? უმცირესადადებითი პერიოდი არის 2π. რატოა 2π ამ ლექციის შემდეგ გამოჩნდება, ასევე გამოჩნდება კიდევ პრინციპში ძალიან ბევრი რაღაც შეგვიძლია ჩვენ ამ ვიდეო ლექციის შემდეგ ვისწავლოთ. მოკლედ, ჩვენ ზოგადად ტრიგონომეტრიაში სინუსი, კოსინუსი და ასე შემდეგ განსაზღვრული გვაქვს ერთეულოვან წრეწირზე. ერთეულოვანი წრეწირი ეწოდება წრეწირს სიგრძით 1 ერთეული, ხო? ანუ სიგრძით რა, ანუ რადიუსით 1, ხო? მოდი ავიღოთ დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემა და მასე ავიღოთ რაღაცა ერთეულოვანი სიგრძის წრეწირი, მინდა რომ კარგი ნახაზი გამოგვივიდეს, რაღაც ეგეთი. არა. არ გამოდის, ხო? რაც ეგეთი იყოს. მოკლედ და ავიღოთ რაღაცა კონკრეტული წერტილი აი ამ წრეწირზე უშუალოდ, თქვათ, აი აქ ავიღოთ, ცოტა დიდი უნდა გამეკეთებინა, ხო, მე მგონი. და რადგან ჩვენ ვსაუბრობთ სინუსზე და კოსინუსზე, ნუ ჩვენ სინუსს და კოსინუსს ვიცით გეომეტრიიდან, ვიცით სამკუთხედიდან, მართკუთხა სამკუთხედიდან, სინუსი ეს არის მოპირდაპირე კათეტრის შეფარდება მიმდებარესთან, კოსინუსი ბოდიში მოპირდაპირე ჰიპოთენუზასთან, კოსინუსი მიმდებარე ჰიპოთენუზასთან. ავაგოთ სამკუთხედი, მართკუთხა სამკუთხედი, რომლის გეგმილები უკვე ჩანს, რომ ეს არის აი ამ სამკუთხედის გეგმილი შეესაბამება x კოორდინატს, იმიტომ რომ ეს ჩვენი x ღერძია, ხოლო აი ეს გეგმილი შეესაბამება y კოორდინატს. ეს უკვე პატარა მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც მომავალში გამოვიყენებთ. აქ ხო, იყოს ასე. ახლა როგორ მოვიქცეთ? ნუ მოდი ცენტრი გქონდეს მარტო დანარჩენი არ გვინდა, ან იყოს a და a b იყოს. მოკლედ, მოდი ცალკე ამოვიხაზოთ ეს ჩვენი მიღებული მართკუთხა სამკუთხედი. ასე კარგად რომ აღვიქვათ უფრო რას ვაკეთებთ. ესეთი რაღაც და ნუ რადგან ჩვენ საუბრობთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის კოსინუსის და სინუსის ტანგენსი, კოტანგენსის შესაბამისად ცოდნა 30, 45, 90, 60 ასეთ გრადუსებზე, მოდი ჩავთვალოთ სიმარტივისთვის. დავუშვათ, რომ ეს
კუთხე არის არა ზოგადად რაღაც ალფა იყოს სადი მაგალითად 30 გრადუსიანი კუთხე. ეს არის წრეწირის რადიუსი, ჩვენ წრეწირი ერთეულოვანი წრეწირია და შესაბამისად რადიუსი 1 სტოლია და მოდით ვისაუბროთ ხო, კაი, მოდი ალფაზე ვისაუბროთ. ეს იყოს ალფა, ხო? ეს არის 1 სტოლი ვიცით. რა არის სინუს ალფა? სინუს ალფა ეს არის მოპირდაპირე კათეტის, მოდი ამას დავარქვათ აი x-ი, ხო? ნუ y-ის შესაბამისია პრინციპში, ხო, y-ზე გეგმილი. y-ი დავარქვათ. ესე იგი სინუს ალფა ეს არის მოპირდაპირე კათეტის შეფარდებული ჰიპოთენუზასთან. ანუ y-ი შეფარდებული 1-თან და გასაგებია რომ ჩვენ აქედან y გვაინტერესებს, ხო? y აქედან გამოდის რომ y უდრის სინუს ალფას. ხო, აი საინტერესო რაღაც არის თუ დავაკვირდებით. მოკლედ შეგვიძლია ჩვენ ჩავწეროთ უკვე სინუს ალფა. ნუ დაგვნა მეორე გეგმილი x ღერძზე. გეგმილი და მოდი ვნახოთ ეს წავშალოთ პრინციპში. ხო, ჩვენ ვეძებთ ახლა აი ამას, ხო? ეს არის x გეგმილი, ნუ უბრალოდ x-ი დავარქვათ. და ისევ სინუს 30 გრადუსი, 30 არ მოდი ალფა, ეს არის ამჯერად უკვე მოდი შევადე სინუსი. კოსინუსი, ხო, ანუ ნახეთ, რადგან ჩვენ მიმდებარე და ჰიპოთენუზა ვიცით, ნუ ესეც ვიცით, მაგრამ არ გჭირდება ხო სინუსზე რო ვიყოთ დამოკიდებული. უბრალოდ აი ამ ორ გვერდზე ვისაუბროთ და ნუ კოსინუსი გვახსენდება ეგრევე, ხო? ამ კუთხის კოსინუსი, ალფა კუთხის კოსინუსი, ეს არის მიმდებარე შეფარდებული ჰიპოთენუზა. ანუ კოსინუს ალფა ეს არის x-ი შეფარდებული 1-თან და ნუ აქედან გამოდის რომ x-ი უდრის კოსინუს ალფას. აი ეს ყოფილა კოსინუს ალფა და ახლა ნახეთ რა საინტერესო რაღაცას და ძალიან მნიშვნელოვანს აღმოვაჩინეთ. ეს ყოფილა კოსინუს ალფა. მოდი აქაც გადავიტანოთ, ხო? აი ეს არის კოსინუს ალფა, ეს არის სინუს ალფა. და რა გამოვიდა? და რა არის საერთოდ OB და AB ამ შემთხვევაში? ხო, ანუ OB არის კოსინუს ალფა, AB არის სინუს ალფა და ზოგადად რო შევხედოთ რა არის ეს? ეს არის აწერტილის კოორდინატები, ხო? ანუ OX წრფეზე რამდენით გადმოდივართ მარჯვნივ და რამდენით ზემოთ, ხო? მარჯვნივ გადმოდივართ კოსინუსით, კოსინუს ალფათი, ანუ კოსინუს ალფა რაც არის, იმდენი ერთეულით მარჯვნივ. ხო, ესე იგი აწერტილის კოორდინატები გამოვიდა, მოდი სხვა ფერით ვიზავ. აწერტილის კოორდინატები გამოვიდა, აი მწვანე იყოს მაგალითად. კოსინუს ალფა, სინუს ალფა. ეხლა ნახეთ რა საინტერესო ნაწილს მივადგეთ. მოკლედ, თურმე აი ამ ჩვენ ერთეულოვან წრეწირის ნებისმიერ წერტილზე, რომ აი აბსოლუტურად ნებისმიერ რო ავიღოთ, მაგალითად აი სადღაც აქ, ხო? ეს წერტილი რო ავიღოთ, ამ წერტილის გეგმილი x ღერძზე გამოდი არის კოსინუსი, ანუ ამ წერტილის x პირველი კოორდინატი არის კოსინუს ალფა, მეორე კოორდინატი არის სინუს ალფა. და ნახეთ ახლა, თუ ჩვენ ამ წერტილის კოორდინატები ვიცით, ხო, და მე შეგვიძლია მე დავუშვათ ხოლმე. ანუ ხო, უკვე კონკრეტულად პრინციპში კონკრეტული სამკუთხედიდან გამოვა. ხო, აი თუ მაგალითად ვიცით რომ ეს არის 30 გრადუსი, აი მე მოდი ეგ ვარიანტიც მე განვიხილოთ, ხო? ანუ ამ ეტაპზე შევთავაზეთ იმაზე, რომ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი წერტილის კოორდინატი, აი აბსოლუტურად ნებისმიერის x კოორდინატი არის კოსინუს ალფას შესაბამისი, y კოორდინატი არის სინუს ალფას შესაბამისი. ერთ-ერთი უმთავრესი, ერთადერთი პრინციპში, რაც თქვენ უნდა დაიმახსოვროთ, და ნუ აი, როცა გავაგზავნებთ ვიდეოს ბოლომდე, მე ნახავთ, რომ მართლა მხოლოდ ეგ არის საჭირო. მთავარად დაიმახსოვროთ ამათი თანამდებობა. ჯერ კოსინუსი, მე სინუსი. მე დავიმახსოვრე მაგალითად ისე, რომ ჯერ ყოველთვის სინუსი ასოცირდება, ანუ პირველი ყოველთვის სინუსი მახსენდება ხოლმე. მე და დავიმახსოვრე, რომ უკუღმა უნდა იყოს, ანუ პირიქით უნდა იყოს. ჯერ კოსინუსი, მე სინუსი. ანუ მე რაც გონებაში მახსოვს, იმის საწინააღმდეგოდ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე ვფიქრა, თუმცა თუ მათემატიკას ჩვენ მათემატიკა არ უნდა დავიზეპიროთ. თუ რაც ახლა აქამდე ვისაუბრე, თქვენ ამას გაიაზრებთ, მაშინ თუნდაც დაგვავიწყდეს სულ რამოდენიმე წუთი, შეიძლება წუთიც არ დაჭირდეს იმის გახსენებას პირველი კოსინუსია თუ სინუსი, ხო? ერთადერთი რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ეს არის მართკუთხა სამკუთხედიდან კოსინუსი და სინუსი, ხო? რომელია მიმდებარე ჰიპოთენუზასთან და რომელი არის მოპირდაპირე ჰიპოთენუზა. ნუ მათემატიკაშიც კი რაღაცები უბრალოდ უნდა დავიმახსოვროთ, სხვანაირად არ გამოდის. ეხლა ნახეთ. მოკლედ. და ეხლა ჩვენ თუ გვინდა, აი ჩვენთვის ცნობილ მნიშვნელობებზე რო ვისაუბროთ,
მაგალითად, აი კოსინუსი 30 და სინუს 30, ხო? უმარტივესი არის ამის ჩვენება. ანუ ჩვენი სამკუთხედი გავასუფთავოთ და ავიღოთ უკვე კონკრეტული მნიშვნელობები. ანუ თქვათ იყოს 30 გრადუსი, რაც ვთქვით. ახაც ელემენტარული გეომეტრია, ეს თუ არის 30 გრადუსი, ჩვენ ვიცით, რომ მართკუთხა სამკუთხედში 30 გრადუსიანი კუთხის წინ მდებარე კათეტი ჰიპოთენუზის ნახევრის ტოლია, უკვე ვიპოვეთ ჩვენ აი, ნახეთ, ესე იგი, ეს კათეტია, ხო? y-ის შესაბამისი, ანუ აი ეს ნაწილი უკვე ვიპოვეთ, ესე იგი სინუს 30 უკვე ვიცით, რომ არის 1/2. აქ ეგრე დავწეროთ, სინუს 30 არის 1/2 და ახლა კოსინუსი 30-ზე, ხო? კოსინუსი 30-ზე აი ეს. და ეს უკვე შეგვიძლია ახლა პითაგორას თეორემით დავითვალოთ, ამას დავარქვათ x-ი, x კვადრატი უდრის, ვიცით ხო, კათეტების კვადრატების ჯამი ჰიპოთენუზის კვადრატის ტოლია. და ნუ პირიქით ერთ-ერთი კათეტის კვადრატი რო დავითვალოთ, ჰიპოთენუზის კვადრატს უნდა გამოვაკლოთ მეორე კათეტის კვადრატი, ერთის კვადრატი 1-ია, 1/2-ის კვადრატი 1/4-ია და ნუ გამოვა ერთიანი შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც 4/4 და 4/4-ს მინუს 1/4 არის 3/4. არ დაგვიწევს რომ ჩვენ მივიღეთ x კვადრატი და არა x-ი, x-ი უდრის ფესვი x კვადრატ და ფესვი 3/4-დან, ფესვი დავწეროთ მოდი 3/4-დან და ეს უდრის ფესვი 3/2-ს. აი ჩვენი კოსინუს 30 გრადუსიც. როგორი მარტივი ყოფილა თურმე არ ვიცი ვიც არ ვიცოდით, ვერც არ იცოდით საიდან ღებულობთ ამ ნიშნულობებს, ახლა დარწმუნდებით რომ თურმე ვიღაცა გენიოსმა კი არ მოიფიქრა ეს ნიშნულობები და ჩვენ უბრალოდ უნდა ვისწავლოთ. არა, ჩვენ თვითონ შეგვიძლია რომ ნებისმიერ გრადუსზე, აბსოლუტურად ნებისმიერზე, ნუ გულისხმობ ესე როგორ თქვა გულისხმობ იმ გრადუსებს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ხოლმე, ხო? ანუ კოსინუსი 27 გრადუსზე ჩვენ ვერ დავიფიქრეთ, ხო? ხელით ყოველ შემთხვევაში და არც არაფერში გვჭირდება. ხო, აი ამ ნიშნულობებზე 30 გრადუსზე, 45-ზე, 60-ზე, 90-ზე და ასე შემდეგ პერიოდულად რო გავაგრძელებთ, ხო? ნებისმიერ გრადუსზე ჩვენ შეგვიძლია ამ ნიშნულობების დათვლა, ხო? ასე შეგვიძლია გავიხსენოთ ხოლმე სინუსი 30-ზე და კოსინუსი 30-ზე რას უდრის. ნუ შეგვიძლია გავაგრძელოთ პრინციპში ყველა შეიძლება ახლა დრო კიდე დავკარგოთ, ხო? ამისი. აი თუ მაგალითად ახლა მაგალითად, ნუ გვაინტერესებს 60 გრადუსი, ხო? 60 გრადუსზე რატო არის პირიქით ესეც უმარტივესი, ამის მიხედვაც ძალიან მარტივია. ეს თუ ახლა 60, ეს გამოდის 30, იმიტომ რომ ნუ სამკუთხედის კუთხეთა ჯამი 120 გრადუსია და ახლა ეს თუ 30-ია, 30 გრადუსიანი კუთხის წინ მდებარე კათეტია უკვე ნახევრის ტოლი და ეს არის უკვე 1/4. 1/4 იყო თუ 3/4, ხო? 3/4 გამოვიდა. არა, ხო. 3/4 გამოვიდა და ნუ აქედან ფესს რო მოვიღებთ, უბრალოდ ფესვი 3/2 გამოვიდა საბოლოო ჯამში, ხო? და ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ თუ საუბრობთ აი ამ 60 გრადუსიან კუთხეზე, მოპირდაპირე, ეს არის სინუსი, აი აქ დააკვირდით, აი აქ. ხო? აი ამ თეტა კუთხის მოპირდაპირე სინუსია, ამიტომ სინუსი 60 გრადუსზე გამოვიდა ფესვი 3/2, კოსინუსი 60 გრადუსზე გამოვიდა 1/2. ხო, და ბარემ კარგით 45 გრადუსიც გავაკეთოთ, მარტივი იქნება, თორე დიდი ვიდეო გამოდის აშკარად. თუმცა არა, უშავს ეს სამხედრო ამ დაწამაშალა. აი აქ დავწეროთ, ესეც არ დაწამაშალა. მოკლედ სინუსი 60-ზე არის ფესვი 3/2, კოსინუსი 60-ზე არის 1/2. ნუ პირიქით ადგილები გაუცვალეს, სხვა ადგილები იმიტომ გაუცვალეს, რომ კუთხეებმაც ადგილები გაცვალეს. თუ 30 გრადუსიანი კუთხე აქ იყო ცენტრთან, ახლა პირიქით, აი აწერტიდან იყო და ნუ პირიქით, ხო? ესე იგი, დავხადოთ ისევ. მართკუთხა სამკუთხედი, ზოგადად მართკუთხა სამკუთხედი ერთ-ერთი უნიშნელოვანესი რამ არის, იმიტომ რომ ნახეთ, ხო, რომ თუნდაც გეომეტრიაში კი არა მარტო, ტრიგონომეტრიაშიც უდიდესი გამოყენება და დანიშნულება აქვს მას, ამიტომ ზოგადად მართკუთხა სამკუთხედი თავის პითაგორას თეორემით არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ მათემატიკაში. თუმცა ასეთი ძალიან ბევრია.
ხდა ასეთი არ უნდა დამეხაზა, როცა 45 გრადუსიან კუთხეზე ვსაუბრობთ, ხო? იმიტომ რომ 45 გრადუსია ორივეგან, ფუძესთან მდებარე კუთხეები რადგან ტოლია, მაშინ ეს ორფერდა სამკუთხედია და ისინი ტოლი უნდა იყოს იდეაში. თუმცა ნახას ზოგადად ისედაც არ უნდა ვენდოთ ხოლმე. ეს 90 გრადუსია, ეს ერთია, იმიტომ რომ ერთეულოვან წრეწირზე გვაქვს ჩვენ საუბარი, ეს თუ ერთია, მაშინ ესენი ტოლებია. ამ შემთხვევაში როგორ რას გამოვიყენებთ, ხო? ორივე ტოლია, ორივე x-ია. და პითაგორას თეორემა x² + x² უდრის 1-ის კვადრატს, x² x² 2x² უდრის 1-ს, აქედან გამოდის x² უდრის 1/2-ს და x-ი უდრის ფესვი 1/2-დან. ეს არის 1 შეფარდებული ფესვი 2-თან, თუმცა ტრიგონომეტრიული მნიშვნელობათა ცხრილში ეს არ ხდება ჩვენ არსად და რატო არ ხდება? ზოგადად მათემატიკაში გვაქვს ესეთი შეთანხმება, რომ ნიშნელში არ უნდა იყოს ფესვიანი გამოსახულება, ამიტომ ჩვენ რო ეს პრობლემა მოვყრათ, ნიშნელს რიცხვებს გავამრავლეთ, მოდი აქვე გავაკეთოთ, გავამრავლეთ ფესვი 2-ზე, აქაც ფესვი 2 და გამოვიდა ქვემოთ ფესვი 2 ფესვი 2-ზე არის 2 და 1 ჯერ ფესვი 2 1 ჯერ ფესვი 2 არის ფესვი 2. გამოვიდა ფესვი 2 2-თან. ხო, და ნუ ეს თუ ფესვი 2 2-თან არის, მაშინ ესეც ფესვი 2 2-თან არის. ცოტა უშნოდ გამომივიდა, მაგრამ არა უშავს გადაახოთ თუ საჭირო გახდება. ფესვი 2 2-თან, ფესვი 2 2-თან. ხო, ესე იგი სინუსიც და კოსინუსიც ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ თუ ალფა 45 გრადუსია, მაშინ ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედი გვაქვს და კათეტები ტოლი უნდა იყოს, მაშინ სინუსი და კოსინუსის მნიშვნელობაც ტოლი უნდა იყოს, ხო? გადავწეროთ აქ, ესე იგი სინუს 45 გრადუსი, ზოგადად ჯობია ხოლმე რადიანებში ჩაწერა, თუმცა ნუ იყოს გრადუსებში, შეიძლება თვალისთვის უფრო მარტივი აღსაქმელი იყოს ფესვი 2 2-თან და კოსინუსი 45-ზე არის ასევე ფესვი 2 2-თან. აი აქ ამით დავასრულოთ ეს ვიდეო. კონკრეტულად ერთეულოვან წრეწირს და აი რაღაცებს, რაზეც ახლა ვისაუბრებ, კიდე აქვს გაგრძელება, მაგალითად, რატო არის სინუსის უმცირესი დადებითი პერიოდი 2π, ხო? 2π იგივე 360 გრადუსია და გასაგებია, ხო? თუ აი ამ წერტილში არის მაგალითად რაღაცა 1/2 მისი მნიშვნელობა 360 გრადუსის შემდეგ ისევ აქ მოვალთ და ისევ 1/2 იქნება მნიშვნელობა. და ასე გაგრძელდება უსასრულოდ, ხო? ნებისმიერ, ანუ 2π + k, ხო? ესე შეგვიძლია ჩავწეროთ ხოლმე. 2π + ხო, ну k, ეგ არ გვინდა, ხო, 2π + k იმ შემთხვევაში, როცა რაღაცა კონკრეტულ კუთხეზე ვსაუბრობთ. ხო, აი 30 გრადუსის შემთხვევაში გასაგებია, რომ გამეორდება მნიშვნელობა 30 + 2π. ხო, 45 გრადუსის შემთხვევაში 45 + 2π, თუმცა ხო, თუ ჩვენ უბრალოდ პერიოდზე ვსაუბრობთ, 2π არის უმცირესი დადებითი პერიოდი სინუსის და კოსინუსისაც და ხო, მისი ახსნა არის ეს, რომ აი 2π რადიანი 360 გრადუსის შემდეგ ისევ ამ წერტილში მოდივართ და ნუ გასაგებია, ხო? სულ ხო, პრინციპში ამ ვიდეოსთვის საკმარისია. შემდეგ ვიდეოში ვისაუბროთ ტანგენსზე და კოტანგენსზე.